პროფესიული მომზადების პროგრამა გარემოსდაცვითი მართველი იწყება, რა გახდა ამ პროგრამის შემუშავების საფუძველი და რას მოიცავს სასწავლო პროგრამა. ასევე მოგიყვებით კონკურსზე განათლება მწვანე მომავლისთვის, რომელსაც გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. ამ თემებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ თამთა დევდარიანი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი და ნანა დვალი, განათლების სამსახურის სპეციალისტი არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით შუადღეობის. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ძალიან ის აქტუალურ თემაზე და ძალიან აქტუალურ საკითხზე საუბრობთ გარემოსდაცვაზე, იმ პროგრამებზე, რაც არის შემუშავებული. პირველ რიგში ალბათ უნდა დავიწყოთ იმაზე საუბარით, თუ რა არის პირველ რიგში ამ ცენტრის მიზანი და პროგრამის მიზანი რა არის, ასევე ესეც რომ გითხრათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ცენტრის საქმიანობით დაინტერესებისათვის. მაყურებლისთვის კი განმარტავ, რომ ჩვენი ცენტრის უმთავრეს საქმიანობის მიზანს სწორედაც რომ გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, შესაბამისად ყველა ის პროექტი, ასევე მიმართულებები, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით, რომელიც ჩვენი ცენტრი ახორციელებს, სწორედაც რომ საქმიანობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. და პროგრამა, რომელიც თქვენ ახსენეთ დღეს გარემოსდაცვითი მმართველი, სწორედაც რომ ფორმალური განათლების მიმართულების კომპონენტში არის. აღნიშნული პროგრამის დანერგვის საჭიროება განპირობებული არის ნარჩენების მართვის კოდექსით რეგულაციით გათვალისწინებული წესის თანახმად და ჩვენი ცენტრი არის ერთადერთი საქართველოში, რომელსაც აქვს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული სამწლიანი აკრედიტაცია, რაც გულისხმობს, რომ წარმატებული აპლიკანტი ამ პროგრამის დასრულების შემდგომ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებს. კი ბატონო, თარც როგორც ვიცი, ეს მიმართულება საკმაოდ დეფიციტურია, აი ამ ეს პროფესია, თუმცა აქვე ალბათ ძალიან საინტერესოა ვიცოდეთ, რამდენად არსებობს ვაკანტური ადგილები, როდესაც მაგალითად ახლა ჩვენი მაყურებელი გვიყურებს და ფიქრობს, რომ აი ამ პროგრამაზე გაიაროს და ისწავლოს, რამდენად არსებობს შემდგომ უკვე დასაქმების პერსპექტივა და ვაკანტური ადგილები. გაბატონო ნანა. შემოკარგებო, ეს არის ახალი პროფესია ფაქტიურად. 2015 წელს ნარჩენების მართვის კოდექსი შეიქმნა და კოდექსის ვალდებულებიდან გამომდინარე იმ კომპანიებს, იმ ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, რომლებთაც თავიანთი საქმიანობის შედეგად 1 წლის განმავლობაში წარმოიქმნებოდათ გარკვეული რაოდენობის ნარჩენი, კერძოდ 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი, 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი და 120 კილოგრამი სახიფათო ნარჩენი. კოდექსი ავალდებულებს, რომ ყავდეთ ნარჩენების მართვაზე განპირობებული პირი გარემოსდაცვითი მმართველი. ანუ აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს პროფესია, რომელიც დღეს საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე. და სწორედ ამან გვაიძულა კი არა, გვიკარნახა, რომ აუცილებლად მოგვემზადებინა ასეთი პროგრამა და სწორედ 2022 წელს გავიარეთ აკრედიტაცია განათლების ხარისხის ცენტრის მიერ მოვიპოვეთ ამ პროგრამის განხორციელების უფლება და შევქმნით ეს პროგრამა გარემოსდაცვითი მმართველი. ვის შეუძლია რომ გაიაროს ეს პროგრამა? არის თუ არა აუცილებელი ამ მიმართულებით რაიმე განათლების მქონა თუ ყველა? მოგახსენებთ, იცით რა, ეს საკმაოდ რთული პროცესია ნარჩენების მართვა. და ამიტომ არის საჭირო ცოდნა და უნარები და ჩვენი პროგრამის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მოვამზადოთ პროფესიონალი კადრები. გარემოსდაცვითი მმართველის პროფესიონალური კადრები. ამ პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ შეისწავლოს ეს გარემოსდაცვითი მმართველის ვალდებულებები, პასუხისმგებლობები, შეიძინოს საჭირო უნარები, რომელიც მას შემდგომში საქმიანობაში აუცილებლად გამოადგება და აგრეთვე იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან იმ საწარმოებში და კომპანიებში, რომლებსაც წარმოექვნებათ სხვადასხვა ტიპის ნარჩენები და რომელსაც კოდექსი ავალდებულებს ნარჩენების მართვის გეგმის შექმნასა და განხორციელებას. ბატონო, და ეს არის ამ ადამიანებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ აიღმავოს ცოდნა. აქვე ჩვენ მეორე საკითხსაც უნდა ვისაუბროთ, ეს არის კონკურსი განათლება მწვანე მომავლისთვის. ვისთვის არის ეს კონკურსი განკუთვნილი, რას გულისხმობს, ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება? ჩვენთვის ძალიან საამაყო ჯილდოს წარმოადგენს.
და ზოგადად კონკურსი განათლება მწვანე მომავლისთვის არის ჩვენი ცენტრის მიერ აწ უკვე მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრებული მწვანე ჯილდოს ეგრეთ წოდებული გაგრძელება არის აღნიშნული კონკურსი ტარდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მეთოდისტებისაც და პედაგოგებისათვის, ასევე დაწყებითი კლასის პედაგოგებისათვის. აღნიშნული გახლავთ კიდევ ერთხელ დადასტურება და მადლიერება სწორედაც იმ პედაგოგთა და მეთოდისტთა, რომლებიც გარემოს დაცვითი მიმართულებით ყოველწლიურად თავიანთ შრომას და ენერგიას დებენ და ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებენ როგორც ბაღებში, ასევე სკოლის დაწყებით კლასებში. ყოველწლიურად ტარდება აღნიშნული კონკურსი და შესაბამისი პროექტების წარმოდგენა ხორციელდება პედაგოგების მხრიდან და კომისია იქნება, რომელიც შემდგომ აჯილდოვებს საუკეთესო ათეულს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციებისთვის. პროგრამაზე სწავლა უკვე დაიწყო, ხო, როგორც ვიცი, თუ იწყება ეს სწავლა? პროგრამაზე მოგახსენებთ, უკვე გამოცხადებულია მიღება 9 თებერვლის ჩათვლით არის რეგისტრაციის ვადა. სარეგისტრაციო გამოცხადებულია ჩვენი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე და სოციალურ გვერდზე. სწავლა დაიწყება 23 თებერვალს და გაგრძელდება 23 მარტამდე. დიდი მადლობა, მოკლედ ვისაც სურს პროგრამაზე დარეგისტრირება, დროჯერ კიდევ არსებობს. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა.